საერთაშორისო გამჭვირვალობის მორიგი ორმაგი სტანდარტი. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში გამჭვირვალობისა და გრანტების შესახებ კანონებს აკრიტიკებს. თავად კი დარეგისტრირებულია გერმანიის ლობისტების რეესტრში. საერთაშორისო გამჭვირვალობას გერმანიაში არ ამგონი ის პრობლემები და ის დაპყრობები კონდეს, რაც აქვს საქართველოში. გამჭვირვალობა საქართველო არის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში მიღებული უცხოეთიდან, USAID-დან, NED-დან და სხვა ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსებით დღე ნიადაგ ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციის, დესტაბილიზაციის შეტანას ტყუილებით. დღეს უკვე გადაკვალიფიცირდა გერმანიაში და იქიდან ცდილობს გერმანული რეგისტრაციით კვლავ ქვეყნის დაზიანებას. გამჭვირვალეობა ეს არის ის აუცილებელი პრინციპი, რომელსაც დაექვემდებარება აბსოლუტურად ყველა. პირდაპირ მიუთითებს თუ რატომ იყო ამ ხელა აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი ჩვენს საზოგადოებაში, აი სწორედ ამ დიდარი NGO-ებისა და მათი დონორი ორგანიზაციების მხრიდან, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის ქართულ კანონს. მათ ურჩევნიათ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოამზეურონ, ასე ვთქვათ, თავიანთი დანახარჯები, თავიანთი შემოსავლები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ანახონ ქართულ ხალხს. ვინაიდან ისინი მავნებლობას ემსახურებიან საქართველოში და მათთვის რა თქმა უნდა ყველაზე დამაზიანებელი არის რომ ჩვენმა მოქალაქეებმა წაიკითხონ თუ რა თანხა ჩაერიცხა და საიდან და შემდეგ წაიკითხონ ის თუ რა პროექტებში იქნა ეს თანხები დახარჯული ვინაიდან მათი მუშაობა მთლიანად ემსახურება ძირის გამოუთხელ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში